სურვილის საწინააღმდეგოდ ქორწინება და გზა სიღარიბიდან ტრაგედიამდე. ერთ მოქმედებაში გადმოცემული ორი ოჯახის სევდიანი და ტრაგიკული ამბავი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგა. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბოლნის გასტროლის ფარგლებში რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი ეწვია. პიესა ერთგვარი სოციალური მესიჯია იმ შედეგის, რომელსაც მშობლები შვილების თავისუფლების ხარჯზე იღებენ. სპექტაკლი მსხვერპლნი ბოლნისის თეატრში გაიმართა, რომელიც სრული ანშლაგით და ხუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა. ყვარულით მიიღო მაყურებელმა, ძალიან მოწონებას იმსახურებს ეს სპექტაკლი. ჩემი როლი იმდენად არა, მაგრამ ბოლოს ფინალისკენ ხვდებიან, რომ ფეფენა მართალია. მე ვთამაშობ ფეფენას, ძალიან მკაცრ დედამთილს, რომელიც არანაირ თავისუფლებას რძალს არ აძლევს და ამის საშუალებას, რომ რაღაცა ახალგაზრდებმა გაიხარონ. იმიტომ რომ რაღაცებს ეშინია, რომ ზედმეტი თავისუფლება მერე გადადის ცუდ ყოფაქცევაში. ჩემი პერსონაჟი არის სხვათა შორის პიესაში ძალიან პატარა პერსონაჟი არის, მაგრამ მამას მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ნატალია. მაგრამ ამ პიესაში ცალკე ხაზი აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ქალის ხაზი, რასაც არ ვიცი, მეტია სწორად გაიგებს მაყურებელი, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მესიჯები აქვს ამ ქალს. რაც შეეხება ქალაქს, აღფრთოვანებული ვარ, ქალაქით პირველად ვარ. რომ ეს რაღაცნაირი თბილი, ძალიან კომფორტული გარემო, რაღაც ევროპული შტრიხებით. რუსთაველის თეატრის გასტროლებით ბოლნისის თეატრი უკვე, ესე ვთქვათ, ფუფუნებაში ვართ. მე რამდენად გსტუმრობს უკვე თეატრი. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი რუსთაველის თეატრის ბრწყინვალე დასი, ბრწყინვალე სპექტაკლებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი ბოლნისის თეატრისთვის ის მრავალფეროვნება, ვთქვათ, რაც არის ადგილობრივი სპექტაკლები, არის გასტროლები, ქმნის ერთ დიდ საერთო მოცემულობას, რომელსაც ქვია თეატრი და სწრაფვა თეატრისკენ. მადლობა აი ამ ბედნიერი წუთებისთვის, მადლობა იმისათვის, რომ ყველა შეგვეხო ნაწილობრივ, ყველამ დავინახეთ ჩვენი ახლობლის ცხოვრება და ემოციებით სავსე ვარ, სიტყვები არ მყოფნის, იმდენად ლამაზი და იმდენად ნამდვილი ამბავი დავიხილეთ. საოცარი სიუჟეტი. დავტოვებ რაღაცებს, მაგრამ ნაწილობრივ ყველა შეგვეხო. ძალიან ამაღელვებელი იყო, ძალიან სამბეჭდავი იყო ჩემთვის. მომეწონა ძალიან სპექტაკლი. მსახიობები კარგად თამაშობდნენ.